მოდით დავიწყოთ ჯერ უვიზო მიმოსვლის ფაქტობრივად შეიძლება ითქვას, რომ ბოლო შანსით, რომელიც ახლად დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში ქართულ ოცნებას აქვს და შემდეგ გადავიდეთ შიდა პოლიტიკურ პროცესებზე საუბარზე. პრობლემები, რომელიც ადამიანებს ექნებათ და პასუხები, რომლებიც ისმის ქართული ოცნებისგან, დაცინვა ასეთი იყო დღეს შეფასებები, რომელიც ემიგრანტების მხრიდან ისმოდა. რატომ დასცინის ქართული ოცნება და ხელისუფლებაში მყოფი პარტია იმ ადამიანებს, რომლებიც ძალიან მძიმე შრომის შედეგად არჩენენ აქ დარჩენილ ოჯახებს. მოგესალმებით, მივესალმებით მაყურებელს და მადლობა მოწვევისთვის. ქართული ოცნება იმდენად ებღაუჭება საკუთარ სკამს და ძალაუფლებას, იმდენად ცდილობს ქვეყანა დატოვოს იზოლაციაში, სრულად მარტო რუსეთის ამარა, რომ ის ნარატივი, რასაც ისინი ის სიტყვები, როგორც ისინი ელაპარაკებიან საზოგადოებას, არის სრულიად გამოგონილი და სწორედ უწოდეს ჩვენმა ემიგრანტებმა ბოდვა, რომელიც აღარავის აღარ ჯერა, თავად მის ამომრჩეველსაც აღარ ჯერა ამის. იმიტომ რომ ფაქტები ხო სახეზე არის. თავად ქართული ოცნების ამომრჩეველიც კი, მათი ოჯახის წევრები გარშემო რომ მოვიხედოთ, ოჯახიდან ერთი ადამიანი მაინც არის ქვეყნიდან წასული. იმიტომ რომ იმუშაოს იქ. ჩვენ ნახეთ რომ 2020-24 წელს მაგალითად გადმორიცხვები ემიგრანტებისგან იყო მილიარდზე მეტი ლარი. არა ძალიან დიდ თანხებზე არის საუბარი, რომელიც ჩვენს ბიუჯეტში შედის და ქვეყანა აი ამ ფულზე დგას 90-იანი წლებიდან მოყოლებული ქალებმა გადაარჩინეს რეალურად ქართული ეკონომიკა მაშინ წასულმა ქალებმა, იმიტომ რომ ისინი რიცხავდნენ აქ თანხებს. ეს სიტუაცია ხო არ შეცვლილა. გაუარესებულია და თქვენ სტატისტიკა აჩვენეთ ბოლო პერიოდში გასული ადამიანები, რომლებიც უკან აღარ დაბრუნებულან. ეს არის რეალურად ჩვენი დანაკარგი, მაგრამ რატომ? იმიტომ რომ 12 წლის მანძილზე ქართული ოცნების პირობებში ჩვენ ვნახეთ, რომ კვლევიდან კვლევამდე ამოდის ერთი და იგივე პრობლემა, რომელიც პირველ ადგილზე არის, ეს არის მუშევრობა და მაღალი ფასები. 12 წლის მანძილზე ქართულ ოცნებამ თუ ეს პრობლემა ვერ მოაგვარა და ამ პრობლემას ვერ აგვარებს. ცხადია, ეს ადამიანები მიდიან ქვეყნიდან და ფიქრობენ, რომ იქ ეწიონ ბედნიერ ცხოვრებას, თავის ქვეყანა არ თავაზობს ამ ყველაფერს. ეხლა რომ დაუბრუნდეთ. არც იქ ცხოვრება მათთვის მარტივი და ალბათ ამიტომაც არის ასე მძიმე მოსასმენი ის განცხადებები მათთვის, რომელსაც ისმენენ მათი მართველი პარტიისგან. ემიგრანტები მარტივ ცხოვრებას არ გადიან, ემოციურად ჯერ რთულია იქ იმუშაო, იყო მომვლელი ან აკეთო საქმე, რომელიც სულ სხვა რაღაცას გააკეთებდა, სულ სხვა რაღაცაზე ოცნებდა, მაგრამ ვინაიდან საზოგადოებაში ქვეყანაში არ არის ის პირობები, რომ იმუშაონ აქ ადამიანებმა ისე რომ ბედნიერი ცხოვრება ჰქონდეთ, იზოლებული არიან, წავიდნენ მორალური პრობლემაც დგას, იმიტომ რომ ოჯახის წევრებს მოწყვეტილი ხარ, არ გაქვს საშუალება ამ ოჯახის წევრების ყოველდღიური ნახვის, ბავშვები იზრდებიან სკაიპით, ეს გახსოვთ ალბათ ძალიან ფრთიანი ფრაზა იყო, რომ სკაიპით გაზრდილი ბავშვები, ხო, ანუ ეს ხო რეალობა არის და ვიზა ლიბერალიზაცია, ეხლა დაუბრუნდეთ იმ თქვენ კითხვას, რატო გავაკეთე ამ ხელაში სავალი. ვიზა ლიბერალიზაცია 2017 წელს იყო ფანჯარა თავისუფალი მიმოსვლისთვის. ჩვენ 2017 წლიდან აღარ ვდგავართ რიგში და ეს ეკონომიკური სიდუხჭე, რომელიც ქვეყანაში არის, თავისუფალმა მიმოსვლამ იმის საშუალება მოგვცო, რომ ჩვენ მოგროვილი 100 ლარით იაფი ფრენებით შევძლოთ და მოვინახულოთ ჩვენი ოჯახის წევრები, ვინც ევროპაში არის. თქვენ თუ გონიათ, რომ ვიზები როდესაც დაბრუნდება და ეს მართლა ასე მოხდება ქართული ოცნების პირობებში, როგორ გონიათ ვიზებს, როგორ ისმისცემენ, მხოლოდ მათ დაგვავიწყდა ალბათ უკვე იმდენი დრო გავიდა, დაგვავიწყდა როგორ ვიღებდით ვიზებს 6 თვის ამონაწერი უნდა წარგვედგინა, დაგვედასტურებინა ჩვენი შემოსავლები და მხოლოდ ამის საფუძველზე გვაძლევდნენ ვიზას. რომელი ქართველი დაადასტურებს ვისაკს ის შემოსავლები, რასაც ევროპა ითხოვს ამ ქვეყანაში? ან მოგროვილი თანხებით, რომ თავისი ოჯახის წევრები ენახათ, ჩასულიყვნენ, ვიზი არის, რომელიც $20 თავაზობს, ხო? ფრენებს. ეს კომპანიები ხო აღარ იქნებიან? ანუ ვიზების მოლოდინში, როდესაც აღარ იქნება ბრუნვა, აღარ იქნება მოთხოვნა იაფ ფრენებზე, იმიტომ რომ ვიზები არ ექნებათ ადამიანებს. ვინ წავა? ანუ ესეც გაუქმდება. ვინ იმოგზაურებს, ვის შეეძლება ისევ მარტივად ჩავიდეს, თუნდაც სტუდენტებს, ხო? რამხელა პრივილეგია იყო მათთვის, სტუდენტებისთვის, მცირე კურსებზე წასული იყვნენ, სამთვიან კურსებზე, ისე რომ ვიზა არ ქონოდათ, ვიზის რიგში არ მდგარიყვნენ. მე თავადაც რამდენი პროგრამაზე ვარ ნამყოფი ევროპაში, იმიტომ რომ ვიზა არ მჭირდებოდა და ეს პროცედურა დროს ვიგებდი ამით, ხო? ჯანმრთელობის პრობლემის ადამიანები, ან თინა ხიდაშელი, რომელიც პირდაპირ ეთერში ყვებოდა თავის ამბავს, როგორ გადარჩა, იმიტომ რომ ვიზა არ დაჭირდა.
როდესაც კორონას პერიოდი იყო, ხო, ეს ერთი მაგალითია, მაგრამ უამრავი მსგავსი მაგალითია. ამ ვიზების რიგ და კიდევ მნიშვნელოვანი, თუ ვიზები შემოვიდა, ეს ქსელი, რომელიც აწყობილი იყო საკონსულოების, ჩვენ ხარ გონია, რომ ეს ერთ დღეში გაკეთდება და ქსელი ისევ აიწყო. ეს არის თვეების პროცესი და მე რიგები ჩაწერა პროცედურულად. და ან ეს არის მონაპოვარი, ხალხის მონაპოვარია ეს თავისუფალ სამყაროსთან, ცივილიზებურ სამყაროსთან მოძრაობა და ამას გვიკეტავენ, იმიტომ რომ ქართულმა ოცნებამ შეინარჩუნოს თავის ძალაუფლება, საკუთარ სკამს და ინტერესს უნდა გადააყოლონ. როგორც გადააყოლეს მაგალითად ამერიკასთან სტრატეგიული ურთიერთობა, ხო, პარტნიორობა. აღარ გვაქვს ამერიკასთან ყველაზე ძლიერ სახელმწიფოსთან სტრატეგიული პარტნიორობა, გაუქმებული არის. ახლა უკვე ევროკავშირს მიადგნენ და მათი რიტორიკა, რასაც ისინი ლაპარაკობენ, სრული ტყუილი არის, ანუ ერთი სიმართლე არ დევს იმ ლაპარაკში, იმ რიტორიკაში, რასაც ქართული ოცნება ლაპარაკობს. თავისივე ამორჩეველი ვერ დაიჯერებს ამას. ანუ არ არსებობს რომ დაიჯეროს, იმიტომ რომ თვითონ უყურებენ, ფაქტობრივად უყურებენ თავის ოჯახის წევრებს, ვეღარ ნახავენ. ქართული ოცნების და მათ შორის კობახიძის განცხადებები იძლევა თუ არა იმის თქმის შესაძლებლობას, რომ მათ სრულად გაწყვიტეს კომუნიკაცია ევროკავშირის ქვეყნებთან, ევროკავშირთან და რომ ეს მართლაც ბოლო დღეებს ითვლის ქვეყანა, როდესაც აი ეს მონაპოვარი, რომელზეც თქვენ ლაპარაკობდით, სადღაც აუცილებლად დასრულდება, იმიტომ რომ კობახიძემ თქვა ასეთი რამ, რომ უვიზო მიმოსვლის გაუქმებას გააპროტესტებს ნაწილი, თუმცა მას აქვს ნაკლოვანებებიც და მათ შორის არის მიგრაციის წახალისებაცო, ახალი მიმართულებით წავიდა, როგორც ჩანს, შიდა პოლიტიკურ სამუშაოს ასრულებს საკუთარ მხარდამჭერებთან მიმართებაში. აი ეს განცხადება ნიშნავს თუ არა იმას, რომ ოცნება უბრალოდ უკან დახევას არაპირებს და რა არის გასაკეთებელი საპირისპირო შიგნით. ცხადია, არაპირებს უკან დახევას, ჩვენ ნახეთ ამ მოწოდებების მერე, როდესაც კაია კალასმა გააკეთა განცხადება და წერილი გამოუგზავნა, ოფიციალური წერილი, რომელიც არის ვიზების თავისუფალი მოსვლის გაუქმების პროცედურული ნაწილის ერთ-ერთი მთავარი პირველი ნაბიჯი. ამის ფონზე გუშინ დააყადაღეს ბათუმლები და ნეტგაზეთის ანგარიშები, გააჩერეს მედია. დღეს დააყადაღეს ლაკა ხოშტარიას პირადი ანგარიშები, ასევე პარტიის ანგარიშები, ან იმის ნაცვლად, რომ ქართულმა ოცნებამ ეს მონაპოვარი შეინარჩუნოს, თუნდაც სისტემურად აჩვენოს, რომ ისინი დიალოგისთვის მზად არიან, ან დასავლეთთან ნაბიჯებს გავენ, რომ მოდი ვილაპარაკოთ, მოდი გადავავადოთ. არა, ანუ ისინი პირდაპირ მიყვებიან იმ არაადამიანურ ნაბიჯებს, რაც ჰქონდათ მანამდე და რაც ჰქონდათ დაგეგმილი. სინამდვილეში 2019 წლის განცხადება, აი ზუსტად მაგას ეხმიანება თავად ივანიშვილის, რომ ქართულ ხალხს მოუწოდებდა დაეტოვებინათ ქვეყანა და წასულყვნენ სამუშაოდ, იმიტომ გერმანიაში და ასე შემდეგ და ამისთვის მოუწოდებდა სამინისტროებს, რომ ეს პროგრამები გამარტივებულიყო მათი წასვლის, იმიტომ რომ ბაზარი აქ არ იყო საკმარისი დასაქმებისთვის. მაშინ ივანიშვილს სურდა, რომ საზოგადოების კრიტიკული ნაწილი, ვინც აქ კრიტიკულად იყო ქართული ოცნების მიმართ განწყობილი, ქვეყნიდან გასულიყო. ასევე ივანიშვილისგან გვახსოვს, რომ თეთრი და შავი უნდა არსებობდეს 2013 წლის გამონათქვამი არის მისი და შუა უნდა გაიკრიფოს. ანუ ივანიშვილს უნდა, აი თქვენ ახსენეთ 600.000-ია უფრო მეტია, 700.000-ზე მეტი არის სოციალურად დაუცველი. ივანიშვილის სისტემა ასე არის, ანუ რუსეთს რატომ გავს ძალიან. ასე არის აწყობილი, რომ გაღატაკებული ადამიანი მისთვის არის მნიშვნელოვანი. კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანი ივანიშვილის რუსულ სისტემას არ სჭირდება. არ სჭირდება ასევე ადამიანი, რომელიც არის საშუალო კლასს, რასაც ვეძახით, რომელსაც შეუძლია ხმა მოიღოს ადამიანის უფლებების დასაცავად, რომელსაც შეუძლია იბრძოლოს. ეს კლასი მას არ სჭირდება. ზუსტად იგივენაირად, რაც რუსეთში არის, კლანურად გამდიდრებული არის 1%-ულად, არ ვიცი, რამდენი არის რუსეთში 10% და დანარჩენი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს, ეს უნდა უკიდურესი სიღარიბე აჩუმებს ადამიანს. და ხალხზე და კარტოფილზე გაყიდული არჩევნები სწორედ ამის შედეგია. ახლა საკითხი ალბათ დგას ასე, რომ ჯერი მხოლოდ ქართულ ოცნებაზე არ არის, აქ უკვე გადაწყვეტილების მიმღები მხოლოდ ივანიშვილი და მისი პარტია არ არიან, გადაწყვეტილების მიმღები არის ხალხი, რომელიც თითქმის 8 თვეა ქუჩაში დგას და საკუთარ პროტესტს აჩვენებს. თუმცა ახლა, როდესაც ძალიან ცოტად რჩება ამ ბოლო იზოლაციამდე, თუ იზოლაციის ბოლო წერტილამდე, რომელიც დაიწყო თვეების განმავლობაში, რა და როგორ უნდა და გაკეთდეს შიდა წინააღმდეგობაში, ამას გეკითხებით, იმიტომ რომ დღეს ციხიდან ორი სხვადასხვა მიმართულების წერილი გამოვიდა.
და ამასაც ვისაუბრებ. ჩვენი კოალიციის პოზიცია ცხადია, ყველასთვის გასაგები არის 8 პარტია, რომელიც გაერთიანდა ამ წინააღმდეგობის პლატფორმის გარშემო. ეს წინააღმდეგობა მნიშვნელოვანი არის, რომ საზოგადოებამ დაინახოს, მათ შორის ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა აქ სტატუს-კვოს არ ვეგუებით. სტატუს-კვო შენარჩუნება, რომელიც ასევე ევროკავშირის რეზოლუციაში ჩაიწერა, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა, ქართულ ოცნებას სტატუს-კვო შეუნარჩუნებს. ეს იყო ზუსტად ჩვენი რატომაც ვთხილობდით, რატომაც გვინდოდა, რომ არ ნორმალიზდეს ის პროცესი, რაც ქართულმა ოცნებამ დაიწყო. ამიტომ იყო ის 8 პარტიის განცხადება ერთობლივი, რომ არ ვეგუებით ამ სისტემას, რომ არ მონაწილეობთ თვითმმართველობის არჩევნებში, რომ პროტესტი უნდა გაგრძელდეს, პროტესტზე უნდა ვიმუშაოთ. ეს არის ერთადერთი გამოსავალი. გიორგი, ნახეთ, ნორმალიზება რომ არ მოხდა, ქართული ოცნების ეს ფაქტია და გასული კვირის ევროპარლამენტის პირდაპირი განცხადება არაღიარებასთან დაკავშირებით ამის დადასტურებაა, კი ბატონო. თუმცა საზოგადოებაში თუ იმ პოლიტიკურ პარტიებში, რომლებიც თქვენ არ გეთანხმებიან, საზოგადოებაში, აი მათ შორის მეც, რომელიც მოგყვებით ყველა ამ ლოგიკაში, მაინტერესებს ნაბიჯები, რომელიც ბოიკოტის შემდეგ უნდა გადაიდგას, ხო? ან იქამდე უნდა გადაიდგას იმისთვის, რომ წინააღმდეგობა უფრო იყოს მეტად ძლიერი, ვიდრე ახლა არის. ეს არის სწორედ მოუწიოს ოცნებას შემჩნევა ხალხის ქუჩაში. ნახეთ, აი შევხედოთ სიტუაციას, ხო, ჩვენ მივედით იქამდე, რომ ევროკავშირის რეზოლუციაში დაიწერა, ჩაწერეს, რომ ქართული ოცნება არ არის ლეგიტიმური ხელისუფლება. ანუ ეს თანმიმდევრულმა პოლიტიკამ ხომ მოიტანა არაღიარებამ, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, მივაღწიეთ იმას, რომ ქართული ოცნება არის აღიარებული როგორც არალეგიტიმური ხელისუფლება, რომელიც კლანურად მართავს ქვეყანას. ამის განვითარება არის შემდეგი: არ მონაწილეობა თვითმმართველობის არჩევნებში, სტატუს-კვოს არ შენარჩუნება. ამ 8 პარტიამ, რომელმაც გააკეთა განცხადება, რომლის სტრატეგია არის სწორედ ართანამშრომლობის კუთხით, რომ ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა დაინახონ, ერთი ნაწილი დაინახეს, რომ უკვე არალეგიტიმური არის, გააქტიურონ სანქციები. სანქციები არ აქტიურდება იმ შემთხვევაში, კარგავს თავის ძალას, როდესაც სტატუს-კვო ნარჩუნდება. ჩვენ ნახეთ, სტატუს-კვო შენარჩუნებამ ქვეყანას რა მოუტანა 20-21 წელს, ხო? ანუ სანქციები, რომელიც დაწესებული იყო, შეიძლება დაწესებული ჩემი აზრით, გაუჭირდება ქართულ ოცნებას ახლა სტატუს-კვოს შენარჩუნება, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ციხეები გადავსებულია იმ ადამიანებს. ნახეთ, ქართული ოცნება არ აპირებს უკან დახევას, ზუსტად გავიარეთ, ხო, მიუხედავად ევროკავშირის მოთხოვნისა, ვიზების გაჩერების პერსპექტივა რეალურად დადგა, ოფიციალური წერილი გამოუგზავნეს, მიუხედავად ამისა, ის არ ჩერდება, აგრძელებს საქართველოს იზოლაციის გზას, არ უსმენს ხალხს და უსმენს მხოლოდ პუტინს. ამის ფონზე დასავლეთი რას უყურებს? თუ პოლიტიკური სივრცე პროდასავლური პარტიები მონაწილეობენ თვითმმართველობის ერთობლივად გულისხმობ არჩევნებში, დასავლეთი უყურებს, ანუ კიდევ არის დემოკრატიის შანსი ამ ქვეყანაში, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა შეაფასეს და მიიღეს მონაწილეობა. ჩემი კითხვა არის სხვა რამეში. გასაგებია ბოიკოტის ნაწილი, მაგრამ მე ვკითხულობ, რა არის ბოიკოტის თანმდევი ნაწილი, რომელიც ქართულ ოცნებას და ივანიშვილს აიძულებს შეიმჩნიოს ქუჩაში მდგომი ხალხი, იმიტომ რომ მოდით ვაღიაროთ, რომ ის არ შემჩნევის პროცესშია. არა, ივანიშვილი ზუსტად ძალიან კარგად იმჩნევს პირიქით. თქვენ რა გონიათ ის დრაკონული კანონები, რაც მიიღეს, ანუ ყოველდღიური დევნა საზოგადოების, მედიების დევნა, მათ შორის უკვე არასამთავრობო სექტორის დევნა, ეს გონიათ რომ ვერ იმჩნევს, ძალიან კარგად იმჩნევს, ძალიან კარგად ხვდება, რომ საზოგადოების პროტესტმა რა მოიტანა და ამიტომ ქმნის და იგონებს ამ კანონებს დაუსრულებლად, რომელიც პირდაპირ კალკი არის რუსული კანონების. თვითონ კი ძალიან სწინთ, რომ რუსებს ნუ გვეძახითო, მაგრამ კალკია ზუსტად ერთი და იგივე სიმეორებენ, ხო? ეხლა მივიდეთ თქვენ კითხვამდე. ჩვენ მივაღწიეთ იმ დონეს, იმ ეტაპს, რომ ქართული ოცნება არალეგიტიმური არის, არ აღიარებს დასავლეთი. ეს არის მნიშვნელოვანი ნაწილი იმისთვის, რომ სანქციები, რომელსაც დასავლეთი ამდენი ხანი გვპირდებოდა, რომ დაედებოდა ივანიშვილს და მის კლანის წევრებს, უკვე რეალობად იქცეს. ეს იყო მნიშვნელოვანი. ჯერ უნდა ის აღიარებული იქნას, როგორც არალეგიტიმური ხელისუფლება, რომელიც არღვევს ადამიანის უფლებებს, რომელიც აუქმებს არჩევნებს, რომელიც თავს ესხმის სამთავრობო სექტორს და ყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენი ანუ ის ლიდერები, ვინც ეს მოცემულობაა, ბატონ გიორგი უკვე. დიახ, აქამდე უნდა მივსულიყავით. რომ სანქციებმა იმუშაოს, ანუ სანქციები დაჩქარდეს. ეს იყო პროცესი იმისთვის, რომ ივანიშვილი, რომლისთვისაც მთავარი არის ფული და მხოლოდ ფულის გამო ინარჩუნებს თავის ძალაუფლებას, იმ ფულს შეექმნეს პრობლემა. ამიტომ ამის მერე
კოორდინაცია ბრიტანეთთან და ბრიტანეთის განცხადებაც იყო ამ მიმართულებით. ბრიტანეთი ხელმძღვანელობს ჯგუფს ევროკავშირთან და მათ შორის ამერიკასთან, რომელიც პირდაპირ სანქციები, რომელიც ყველაზე მეტად ეშინია, რომელსაც ყველაზე მეტად ეშინია ივანიშვილს. ჩვენ ახლა ვსაუბრობთ არა იმაზე, რა არის გასაკეთებელი საგარეო კუთხით და ამაზე კარგად მუშაობს ოპოზიცია, ერთიანად მუშაობს და გაერთიანებულად მუშაობს. რა არის შიგნით გასაკეთებელი? ქვეყნის შიგნით ერთად მუშაობს. ის აქცია, რომელიც ათასობით ადამიანი იყო წარმოდგენილი, რომელმაც დაგვანახა, რომ ჩვენ მხარდამჭერები გვყავს რეალურად ამ ბოიკოტის მომხრეები არიან და ეს კვლევებმაც დაადასტურეს. ამ პროცესის ნაწილი არის რეგიონებში გაშლილ და საზოგადოებასთან აქამდე ჩვენ რაც დროც დავკარგეთ და ეს არის ძალიან ცუდი რაც გააკეთა პროდასავლურმა ძალებმა აიმ მაისიდან მოყოლებული ჯერ ქალბატონ სალომეს პროცესის შესვლა არ შესვლის ნაწილში მერე ლელოსთან და გახარიასთან დისკუსიის ნაწილში თვითმმართველობაში ეს არის დაკარგული დრო როდესაც ეს დრო უნდა გამოგვეყენებინა ჩვენ ხალხში რეგიონებში რეგიონ სოფელ კარდაკარ სიარულში და ახსნა რას ვკარგავთ თქვენ გონიათ რეგიონებში იციან რას ვკარგავთ არ იციან ვერიგებენ არიციან არ არის საკმარისი ინფორმაცია და რატო გჭირდება ხალხის გააქტიურება ამ 8 პარტიის მთავარი ამოცანა არის ხალხის გააქტიურება ყველგან მოკლედ უნდა მიპასუხოთ და დაგემშვიდობებით ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერების შემთხვევაში იქნება თუ არა ისეთივე მწვავე პროტესტი და პასუხი ხალხისგან როგორიც ეს იყო ნოემბერში როდესაც კობახიძემ გააკეთა განცხადება ამისთვის უნდა ვიმუშაო და ამ 8 პარტიის ფუნქცია სწორედ ეგ არის რეგიონს შეარული და ავუხსნათ ნებისმიერმა ადამიანმა ვისაც ოჯახის წევრი ყავს საზღვარგარეთ უნდა გაიაზროს ვიზების შეჩერება რას ნიშნავს იმიტომ რომ 2017 წლის მერე ძალიან ბევრს დაავიწყდა რას ნიშნავდა ვიზების რიგში დგომა და ამ ვიზების არ მიღება იმიტომ რომ შესაბამის შემოსავალს ვერ ადასტურებდნენ ვერც ახლა ვერ დაადასტურებენ ამიტომ ამ 8 პარტიის ფუნქცია სწორედ ეგ არის და ეს დაკარგული დრო ამით უნდა აუნაზღაუროთ მთელი აგვისტოს პერიოდი 4 ოქტომბრამდე მიზღვნილი იქნება ამისთვის და 20 ოქტომბერს არის განხილვა ევროკომისიაში სადაც ეს საკითხი ელელო მაგალითად ამბობს რომ ციხიდან წერილი ვახსენა გიორგი ვაშაძის და ასევე მამუკა ხაზარაძის უნდა იყოს გზავნილი არა რუსულ არჩევნებს არამედ გზავნილი უნდა იყოს და მთავარი მოთხოვნა კი ახალ საპარლამენტო არჩევნებს ქართული ოცნება არის რუსული რეჟიმი ხო ქართული ოცნება დემოკრატიულ არჩევნებს ვერ ჩაატარებს ხო არის თეზა რომ ქართული ოცნება არის რუსული რეჟიმი რუსული რეჟიმი ფოკუსი ახლა სწორედ ახალ არჩევნებზე ხომ არ არის გასაკეთებელი რუსული რეჟიმი დემოკრატიულ არჩევნებს ვერ ჩაატარებს რუსული რეჟიმი ატარებს რუსულ არჩევნებს. ანუ ეს ხო ლოგიკურია. რუსულ არჩევნებში არ ვიღებთ მონაწილეობას. მოკითხვა მინდა შემოუთვალო აქედან, ვიცი რომ გვიყურებენ ჩვენი პოლიტპატიმრები და მათ ვუთხრა რომ რეჟიმთან თანამშრომლობა არის დამღუპელი ჩვენი ევროკავშირის ევროპული მომავლისთვის. ამიტომ ნებისმიერი მიმართულება, რასაც დავწერთ, რასაც ვილაპარაკებთ, როგორც გამოვხატავთ, უნდა იყოს მიზღვნილი იმაზე, როგორ მოვახდინოთ ხალხის გააქტიურება იმ პერიოდისთვის, როცა ვიზების გაჩერების რეალური დღე დადგება. მადლობა, თუმცა ბატონი მამუკას გაგზავნილ წერილში წერია, რომ თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტი ქართული ოცნებისთვის სრულად ძალაუფლების მისცემას ნიშნავს, მოსაზრება ამ პარტიის არის ასეთი, რომ რეგიონების წაღება კიდევ უფრო განამტკიცებს ამ ადამიანების ძალაუფლებას, საპირისპიროა თქვენი პოზიციაც და მათ შორის გიორგი ვაშაძის პოზიციას, რომელსაც ასევე გავაცნობ მაყურებელს. მადლობა გიორგი ბუტიკაშვილს უსმენდით პირდაპირ ეთერში.